დიახ, საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას და ამ განცხადებაში ნათქვამი არის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 4 საათზე მსვლელობით გადაასვენებენ სწორედ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე წუთი-წუთი აქ დაიწყებს მრევლის შეკრებას და მსვლელობა სწორედ 4 საათზე დაიწყება საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან. 1 საათზე ნაკლები არის დარჩენილი სინოდის ხდომის დაწყებამდე. სინოდის წევრები, მაღალი იერარქები უკვე იკრიბებიან საპატრიარქოში. ცოტა ხნის წინ მოვიდა აქ მეუფე შიო მუჯირი, ეპისკოპოსები, სინოდის წევრები იკავებენ თავს იასარი განცხადებების გაკეთებისაგან. ყველა ელოდება სინოდის ხდომის დასრულებას. 2 მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს დღეს, კონკრეტულად რომელ რიცხვში მოხდება ილია მეორის დაკრძალვა და სად დაკრძალავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. რამდენიმე ვერსია დილიდან ვრცელდება, არსებობს ვარაუდი, რომ 21 ან 22 მარტს უნდა მოხდეს სწორედ დაკრძალვა პატრიარქის. კონკრეტული დაზუსტებული ინფორმაცია სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეეხება ადგილს, სადაც პატრიარქს დაკრძალავენ, როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, უწმინდესი და უნეტარესისგან ჰქონდათ მათ ინფორმაცია, რომ ილია მეორის სურვილი იყო სიონის საკათედრო ტაძარში დაეკრძალათ. ის მაყურებელს შევახსენებ, რომ ბოლო 7 პატრიარქი სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში არის დაკრძალული. ჩვენ შეგვიძლია ახლა ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი მოვისმინოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. ის სწორედ იმ კომისიასთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც უნდა შეიკრიბოს სინოდის დასრულების შემდეგ. ეს კომისია მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, წარმომადგენლებთან ერთად გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს დაკრძალვის ცერემონია. მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძირო მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი არის და ძალიან დიდი არის წუხარება კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. დღეს სინოდი შეიკრიბება 2 საათზე. ეს არის საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა დეტალებს. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს, როგორც კი დაადგენს სინოდი, მაშინვე გაცნობებ და გახდება ცნობილი. 98 წლიდანო პატრიარქის სურვილი იყო, რომ სიონში დაკრძალულიყო და ეს დიახ, არის ამის შესახებ კი ცნობა ამის შესახებ არის, თუმცა სინოდმა უნდა ეს დაადგინოს როგორც წესი. ეს ათასობით ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ დაკარგა საკუთარი მამა. და ეს განცდა არის ძალიან გულში. იმიტომ რომ პატრიარქი იყო ნამდვილი მამა ყველას და მე ამ სამძიმავს ვიზიარებ ამ დიდ კიბილს, მას ჰქონდა სურვილი სიონში დაკრძალოს. იყო მერე სხვა ვერსიებიც, ესეც ვიცი მისგან, თუმცა თავიდან, იმიტომ რომ სიონი ძალიან უყვარდა, იქ დაიწყო საპატრიარქო მსახურება, იქ არიან პატრიარქები გასვენებულები და რაღაც განსაკუთრებით უყვარდა, ბოლო წლებში დადიოდა ხოლმე სიონში. დღეს საპატრიარქოში პანაშვიდი სამოქალაქო არ გაიმართება, უბრალოდ შევლენ სინოდის წევრები, ანუ პანაშვიდზე დღეს ვერავინ არ შევა საპატრიარქოში. სინოდის ხდომის შემდეგ გადააბრძანებენ უწმინდეს ცხედარ სამებას, სადაც გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები. რაც შეეხება მსახურებებს, დიდ მართვაში არ აღევლინება შუა კვირაში წირვები, თუმცა ჩატარდება პანაშვიდები და შაბათს ან კვირას, სადაც უკვე წირვის ჩატარება შეიძლება, დადგინდება თარიღი და იწვია სხვადასხვა. ამ დროის მონაცემებით საქართველოს საპატრიარქომ 100-ზე მეტი სამძიმრის წერილი მიიღო, არ წყდება სამძიმრები პარტნიორი მეგობარი ქვეყნებისგან. აქ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ამ წუთებში გადმოსვენებული არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, იკრიბებიან მაღალი იერარქები, სასულიერო პირები. თქვენც ხედავთ მათ, საპატრიარქოსთან სრული მობილიზება არის. აქ მოდიან სასულიერო პირები, რომლებიც იხსენებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მის ღვაწლზე და მემკვიდრეობაზე საუბრობენ და ახსენებენ საზოგადოებას, რომ დღეს იმ ათასობით სასულიერო პირს შორის არც ერთი არ არის ისეთი, ვინც პატრიარქის ილია მეორის კურთხევის გარეშე არის. სწორედ აქზე ყველა პატრიარქის კურთხევით იკავებს სწორედ საპატრიარქოში სხვადასხვა წოდებას.
უზარმაზარი ეპოქა დასრულდა და მის უწმიდესობასთან ერთად ეს აი როგორც აი კელაპტარის რო დაანთებ ხოლმე ლოცვის და დაგიდინება კელაპტარი ესე ჩამოდენა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ჩვენი უწმიდეს აი ყველას ვის ჩამოდენა აი ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს არ მახსოვს რომ უწმიდეს ვინმე გაელანძღოს ვიღაცაზე აუგი ეთქვას ერთი შემთხვევა იყო ერთ-ერთი ადამიანი ლანძღავდა უწმიდეს ტელევიზიით უბრალოდ ორნეიჯიდან და ლანძღავდა უწმიდეს ტელევიზიით და ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე ის რა პულტი გადავრთე რომ უწმიდეს არ ესმოდა გადმურთიოს უნდა უყურო და ნახევარი საათი უყურა უწმიდეს როგორ ლანძღავდნენ მას საშინელ წყობით იზახდნენ უწმიდესე და რომ დამთავრდა ტრაპეზი მე მითხარ რომ სახელები ჩაიწერა და მეთქი ალბათ ახლა ჩემნაირი ადამიანი ეს სხვანაირად ვერ იფიქრებდა ალბათ და მეთქი ახვალ ახლა მიადგება ამბიოზე ამათ გალანძღავს გათათხავს როგორ გამიბედეს რაღაც თქოს მეთქი და ამ ჩემ გონებაში ფიქრობდა უწმიდესიც მეუნება რომ თვაში მომკიდა ხილიც გამიკეთა და მეგო მაგიტომ კი არ გითხარო ისინი ჩემი შვილები არიანო მე მაძე პასუხისმგებელი ვარ და ხვალო მაძეო განსაკუთრებულად და ვილოცავ რომ ამათი სულები არ დაიღუპოს იმიტომ რომ მე მათი სულები ჩაამბარავ ღმერთმა მე მათი პატრიარქი ვარო ყოველდღე 6 საათზე გამოდიდა ხოლმე და 6 საათზე ლოცულობდა უწმიდეს ძალიან ძიმედ იყო უწმიდესი წინა დღეს და ექიმებმა მთხოვეს რომ ღამეს მორიგეობა მიწევდა და მთხოვეს რომ უწმიდეს რაღაცა 6 საათზე რო გამოვიდა შემიბრუნებინა კელიაში იმიტომ რომ ბევრი შეხვედრები ჰქონდა იმ დღეს და რომ დაესვენა და 10 საათზე გამოსულა კელიდან და დილით რო გამოვიდა კელიდან უწმიდესთან მივედი მე ესე კადინერი და ვეუბნები რომ უწმიდესობა მეთქი დღეს ბევრი შეხვედრები გქონდა თუ შეიძლება რომ დაისვენოთ მეთქი რაღაცა დაწვეთ მეთქი და სიმონები ეს თვაშიც და დღეს მოკიდება და მე როცა ყურთხევა რო გავეციო 7 გზის ლოცვებზე უთხარი გითხრამი რომ დილის 6 საათზე ვინც ლოცულობთ ისოდე მე თქვენთან ლოცულობოდა ამას ორი კაცი მაინც ხუასობს ამას ყურთხევას და იმად გონია მე მათთან როგორ მოვატყუებ მაგ ადამიანებს ეს ჯვარის მისი ნაჩუქარია პატრიარქს ათონზე აჩუქა ერთმა ბერმა ეს ხოთ შიდა ხის ჯვარი რაც იყო ეს ჯვარი აჩუქა ბერმა სხვა არაფერი არ გამაჩნია ამის გარდაო და მინდა რომ შენთან იყოს უწმიდეს უთხრა და ეს ჯვარი აჩუქა უწმიდეს ძალიან გამოგადგებაო და მე რაღაც ესე იყო რომ მე პატრიარქმა მაჩუქა მე ეგ ჯვარი რომ შენ დაგჭირდება ეგ ჯვარი ძალიან და მინდა შენთან იყოსო და გუშინ არ ვიცი რატომღაც დილით არ ვსვედი გამბები რაც ხდებოდა და დილით ეს ჯვარი დავიკიდე და გუშინ მე როცა რეანიმაციაში ვიყავით მის გულზე იდო ეს ჯვარი რაღაცნაირად რომ და მისი გულისცემა ესმოდა და ესე ქრისტეს ჩვენი გულისცემა ესმის მისი გული ძლიერი და ჩვენი სამშობლო სიყვარულს და მაშასე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, რომ ფეხით მსვლელობა 4 საათზე დაიწყება საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან და უკვე შეინიშნება მობილიზება, მრევლის უკვე დაიწყეს აქ მოსვლა მოქალაქეებმა, ვისაც სურს რომ მიიღოს ამ მსვლელობაში მონაწილეობა, თქვენ ხედავთ რა ვითარება არის საპატრიარქოს კართან შესასვლელთან და მოპირდაპირ მხარესაც ვაჩვენოთ რა ვითარება არის ადგილზე, მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება, აქ მობილიზებული არიან მათ შორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ისინი ტერიტორიაზე პატრულირებენ. მაშასი ასეთი არის ვითარება. სინოდის ხდომა დაიწყება საპატრიარქოში ზუსტად 2 საათზე, ასე არის დაანონსებული. ამ ხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შემდგომ უკვე 4 საათზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საპატრიარქოს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.